გამარჯობათ, მოგესალმებით. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ არასასიამოვნო საკითხზე სასაუბროთ დღეს ჩვენ შეკრებილები. კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ამ მსგავსი მიმართულებით პრობლემაზე თქვენი მხარდაჭერა იქნება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომაც არის, რომ პირველ რიგში თქვენთვის ხდება ამ ინფორმაციის მოწოდება. ძალიან მინდა რომ თქვენი მხარდაჭერა გამოიხატებოდეს იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დიდი და პრობლემატიური საკითხია, რომელიც ავნებს ქართული ფეხბურთის იმიჯს ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. ერთხელ და სამუდამოდ მინდა ყველა მიცოდეს, რომ მსგავსი ქმედებები იქნება ჩვენი მხრიდან ძალიან პრინციპიალურად დასჯილი, ვიქნებით თანმიმდევრული, ვიქნებით პრინციპულები და კიდევ ერთხელ მინდა ყველას უთხრა ქართულ ფეხბურთში მოღვაწე ადამიანებს, რომ დამთავრდა ის დრო, როდესაც მსგავსი ქმედებები თაროზე შემოდებული ნახებოდა და სააშკაროზე არ გამოდიოდა და გუნდები და მონაწილე ადამიანები არ ისჯებოდნენ. ჩვენთვის განურჩევლად იმისა, თუ რომელი გუნდის წარმომადგენელი იქნება, ყოველთვის მსგავსი ქმედებები იქნება კატეგორიულად დასჯილი. კონკრეტულ შემთხვევას რაც შეეხება, გუშინ გაიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განხილველი კომიტეტის ხდომა, მის თავმჯდომარის ბატონი დავით კიკარაშვილის თავმჯდომარეობით. სხვა საკითხებთან ერთად დღის წესრიგში მრავალი საკითხი იყო. ერთ-ერთ საკითხზე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო. ამ წლის 8 სექტემბერს გაიმართა პირველი ლიგის კალენდარული შეხვედრა მარტვილის მერანსა და რუსთავის რუსთავს შორის. თქვენ იცით, რომ ორივე გუნდი სატრენერო ცხრილშიც და თავის ტრადიციებიდან გამომდინარე იბრძვის ადგილის მოსაპოვებლად ზედა დივიზიონში, ანუ პროორში ადგილის მოსაპოვებლად. რაც შეეხება ამ შეხვედრას, რომელიც გაიმართა 8 სექტემბერს, ჩვენ ძალიან ოპერატიულად ვიმუშავეთ, მოვიწვიეთ სადისციპლინო კომიტეტის ხდომა, ჩვენმა სპორტული სამართლიანობის დაცვის სამსახურმა ბატონი ვახტანგ მზიკაძის მეთაურობით შუამდგომლობით მიმართა სადისციპლინო კომიტეტს, იქიდან გამომდინარე, რომ UEFA-ს მიერ დაფუძნებული თაღლითური ფსოვნების ამოცნობის სისტემიდან მოვიდა რაპორტი. ეს მეტი თვალსაჩინოებისთვის არის ესეთი თაღლითური ფსოვნების ამოცნობის სისტემა, რომელიც UEFA-ს აქვს დაფუძნებული და მისგან მოვიდა ოფიციალური შეტყობინება ამ თამაშის შესახებ, რომ იყო გარიგებული ხასიათის. ბატონი ვახტანგ მზიკაძის მეთაურობით სადისციპლინო კომიტეტს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპორტული სამართლიანობის დაცვის სამსახურმა და გუშინ სადისციპლინო კომიტეტა ამ საკითხზე იმსჯელა სადისციპლინო კოდექსის შესაბამისად სადისციპლინო კომიტეტს გააჩნია უფლება სანქციები დაუწესოს თაღლითური ფსოვნის ამოცნობის სისტემის მოსულ რაპორტის შემდეგ გუნდებს. რაც შეეხება უშუალო სანქციას, სანქცია გამოიხატება იმაში, რომ ამ თამაშის შედეგი ანულირდა, ორივე გუნდს ჩაეთვალა 0-3 წაგება, ორივე გუნდს დააკდებათ გათამაშების ცხრილში 6-6 ქულა და ორივე გუნდი დაისაჯა ფულადი ჯარიმით 10,000 ლარით. ამით კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა, რომ ამ შეხვედრის სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ სამწუხარო რეალობაა, რომ ჩემთვის ორმაგათკივნეულია, რა თქმა უნდა, ყოველთვის რომ იმიჯის ილახება ქართული ფეხბურთის, იმიჯი ილახება არა მარტო საქართველოს შიგნით, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთ. ძალიან სამწუხარო რომ ამაზე გვიწევს საუბარი, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დამთავრდა ის დრო, როდესაც ეს საკითხები არ იყო გამოტანილი სააშკაროზე, ყველამ უნდა გაიგოს, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩაბარდა ისტორიას ის, რომ მსგავსი ქმედებები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ არ იქნება დასჯილი. რაც შეეხება თვითონ პროცესს, პირველი ეტაპი დასრულდა, მინდა დავაფიქსირო, რაც შეეხება დღევანდელი დღიდან კონკრეტული თამაშის ვიდეო ფირის შესასწავლად შეიქმნება საფეხბურთო ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც შეისწავლის მთლიანად ამ თამაშის ვიდეო ჩანაწერს და შემდეგ მათი გამოტანილი დასკვნის შემდეგ ისინი შუამდგომლობით მიმართავენ კვლავ სადისციპლინო კომიტეტს, თუ კი რომელიმე ფეხბურთელის ან ოფიციალური პირის ბრალეულობა გამოიკვეთა. ამასთან ერთად ჩვენი სპორტული სამართლიანობის დაცვის სამსახური გააგრძელებს გამოძიებას ამ კონკრეტულ თამაშთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ხაზს უსმენთ, დაიჯება ყველა, ვინც კი იქნება დამნაშავე კონკრეტულ თამაშზე, ეს ეხება ფეხბურთელებსაც, ეს ეხება გუნდის ოფიციალურ პირებსაც, ეს ეხება ყველა იმ ადამიანს, რომელიც საბოლოო ჯამში ქართული ფეხბურთის იმიჯს შელახავს. რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ჩვენი მემორანდუმის ფარგლებში პარალელურად ეს ინფორმაცია გადაეწოდება შინაგან საქმეთა სამინისტროს, მათი კომპეტენციის ფარგლებში მისცემენ მსვლელობას ამ პროცესს. მე უკვე კითხვაზეთან პასუხსაც გაგცემთ, გითხარით კიდევაც, რომ მოსულია UEFA-ს მიერ ოფიციალურად თაღლითური ფსოვნების ამოცნობის სისტემის შეტყობინება, რომელიცაც იხელმძღვანელა სპორტული სამართლიანობის დაცვის სამსახურმა, რომელიც და უშუალოდ მდგომლა
ამ კონკრეტულ შემთხვევაში შუამდგომლობით მიმართა სადისციპლინო კომიტეტს. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით არის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია შუამდგომლობით მიმართავს ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდს იმ დრომდე სანამ არ დამთავრდება გამოძიება ამ კონკრეტულ შემთხვევაზე, ყოველგვარი დაფინანსება ამ ორივე კლუბს შეუჩერდება, იმიტომ რომ შეიძლება გაჩნდეს დამატებითი გარემოებები, როგორც გითხარით, ეს არის პირველი ეტაპის სასჯელიც, რომელიც სადისციპლინო კომიტეტმა გამოიტანა და დანარჩენი საკითხები კიდე განხილვის პროცესშია. ჩვენი სპორტული სამართლიანობის დაცვის სამსახური აქტიურად არის ჩართული, აგრეთვე შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩაერთვება და საფეხბურთო ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც შეისწავლის კონკრეტულ ვიდეო ჩანაწერს.